საღამომშვიდობის მოგესალმებით და ველოდები დიდი ინტერესით დღევანდელ თქვენ კითხვებს. კიტა ნუსუბიძის კითხვით დავიწყებთ, გვეკითხება ახალ სამთავრობო ცვლილებებზე, როცა ხელისუფლება ქვეყანას შიშით მართავს და ხალხს ეუბნება, რომ მშვიდობაა ქვეყანაში და სტაბილურობა, ამ დროს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და ძალოვანი მინისტრები სამთვეში ერთხელ იცვლებიან. რას ნიშნავს ეს პოლიტიკურ ენაზე? პოლიტიკური მნიშვნელობა აინტერესებთ ამ ფაქტის. მე მგონი, რომ დიდად კავშირში უსაფრთხოების სამსახურთან ეს იმდენად არ არის, როგორც იმასთან, რომ ამ რეჟიმის უკვე ნიშანი მახასიათებელი ის არის, რომ ეს გაუთავებელი ცვლილებები, გაუთავებელი როტაციები ისეთ ჩანს, რომ ვითომც ეძებენ რაღაცა ახალ სისხლს, განახლებას და ვერ ხერხდება და ერთ და იგივე ადამიანებს ატრიალებს ბიძინა ივანიშვილი სხვადასხვა თანამდებობებზე, ხან ვიღაცას ციხეში სვამს, ხან უცვლის თანამდებობას და რეალურად ცენტრში რჩება მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი და სხვათა შორის ეს პრინციპი, როტაციის პრინციპი, როგორც ასეთი იყო ცნობილი, იყო ერთ-ერთი დამახასიათებელი ასევე სტალინიზმის და სტალინის რეჟიმის. იმისთვის, რომ ის კადრები, რომლებიც ქმნიდნენ მის გუნდს, მათ შორის არავის არ ქონოდა განცდა, რომ იყო აუცილებელი იმ ადგილას, რასაც იკავებდა და შეუცვლადი არავინ არ იყო. ეს არის მთავარი ამ როტაციების პრინციპი. ამავე დროს ალბათ ეს იმასაც ნიშნავს, რომ არის საკმაოდ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან კიდევ მისი უსაფრთხოების მიმართ უნდობლობა. ეს გამოიხატება ცის დახურვის გადაწყვეტილებაში, რომელიც მის სახლის ზემოთ დაიხურა აბასთუმანში. გაგვახსენდება ის, როგორ დადიოდა სხვადასხვა საარჩევნო მიტინგებზე და როგორ იყო ერთ-ერთ იმაში ჩაკეტილ სივრცეში, ასევე რომ არაფერი დამუქრებოდა. ეს განცდა არის და ეს არის დამახასიათებელი ყველა დიქტატორის, მით უმეტეს რეჟიმის ბოლოსკენ რომ მიდის რეჟიმი, მაშინ ჩნდება ეს შიშები, უნდობლობა ყველასი და პრაქტიკულად დღეს ბიძინა ივანიშვილი მის ირგვლივ მყოფ კადრებიდან პრაქტიკულად არავის არ ენდობა, ვიღაცას იმორჩილებს ბოლომდე, ეს არის კობახიძეს როლი, რომ იყოს სრულიად დამორჩილებული და ასრულებდეს ყველა ბიძინას ნებისმიერ სურვილს და სხვები არიან ჯერჯერობით ყველას შეიძლება შემცველი მოუნახო და არავინ არ არის მუდმივად რომელიმე ადგილზე, არავინ არ უნდა დაიჯეროს, რომ მისი ადგილი არის მუდმივი და ასევე არავინ არ უნდა დაიჯეროს, რომ ის ფული, რაც იშოვა ბიძინას რეჟიმის მეშვეობით, ის ფული მას მაინდამაინც დარჩება. ამისი გარანტიაც არავის არ უნდა კონდეს. ამისი მაგალითი ალბათ ბაჩიაშვილიდან დაწყებული ყველა სხვა კორუფციისთვის დაჭერილი ადამიანები არიან საკმარისი, რომ გვაჩვენონ, რომ ეს ყველა მხრივ არ არსებობს, არ უნდა არსებობდეს არანაირი გარანტია, რომ ვინმე არის მყარად თავის ადგილას ან თავის ქონების მმართველი. კახა მანჯგალაძე გვთავაზობს პატარა მოსაზრებას და შემდეგ კითხვას, ხალხო რა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება მამუკა თუ გეკა, როცა სათავეში ფორმალურად თუ არაფორმალურად არის ერთი კაცი, რომელიც ემორჩილება რუსეთს, ეს არის ბიძინა. კი აკრიტიკებთ ოპოზიციას, მაგრამ ძალიან რთული გზა გამოვიარეთ ყველამ ერთად. და მაინტერესებს ქალბატონო პრეზიდენტო, როგორ ხდება პრაქტიკაში ოლიგარქების მოშორება? არსებობს რაიმე საერთაშორისო მაგალითი ამისა? კი, არსებობს ხან მადუროს მაგალითი, რომელიც აიყვანეს ცაში და გადაიყვანეს, არსებობს სადამ ჰუსეინის მაგალითი,
არსებობს ისენ აბრეს მაგალითი, არსებობს უამრავი მაგალითი, პრაქტიკულად ამისი მაგალითი ის არის, რომ ყველა ოლიგარქს, ყველა დიქტატორს აქვს თავისი ბოლო. ეს იქნება თუნდაც ისტორიას თუ დაუბრუნდებით, ასევე ჰიტლერი ან სხვა ხომეინი, ეხლა ხამეინი და ასე შემდეგ. არავინ არ არის უკტავი, არც თავის თანამდებობაში და არც ცხოვრებაში. ასე რომ ყველა უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ მოდის დრო, როცა ეს თავდება. ეხლა იმის თქმა, თუ რა ფორმით გარანტირებულად შეიძლება ჩავთვალოთ, რომ თავდება რომელიმე ოლიგარქია და რომელიმე დიქტატურა, ავტორიტარული რეჟიმი, ძალიან ძნელი სათქმელი არის, იმიტომ რომ არსებობს მრავალი ფორმა და ეს ყველაფერი დამოკიდებულია რეალურად იმ მომენტზე, იმ საზოგადოებაზე, რომელიც იმ ქვეყანაში არის, გარემოებზე, გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე, ასე რომ შეიძლება იყოს მრავალი ფორმა ამ რეჟიმების დასრულების, მაგრამ დასასრული რომ მოდის, ამაში ყველა იყავით დარწმუნებული, თუნდაც თვით ოლიგარქი. პარტიის 14 წლიან ისტორიაში ბევრი ფიგურა შეიცვალა, თუმცა ბიძინა ივანიშვილი მთავარ ღერძად რჩება. როგორ აფასებთ მის როლს ამ ევოლუციაში? ის იყო გარანტი იმისა, რომ პარტია არ დაშლილიყო, თუ პირიქით, სწორედ მისმა გავლენამ შეუშალა ხელი გუნდში ჯანსაღი დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებას. ჯერთი ჯანსაღი ინსტიტუტები გუნდში არ ყალიბდება. ჯანსაღი ინსტიტუტები ყალიბდება სახელმწიფოში და მართველი გუნდი, მთავრობა იმისი არის, რომ ხელი შეუწყოს ასეთ ინსტიტუტების ჩამოყალიბებას, კონსოლიდაციას და არა ხელი შეუშალოს და არა გადააქციოს ინსტიტუტები პარტიულ დაქვემდებარებულ განაყოფებში. მაგრამ აქ რეალურად რა ხდება? ის ოცნება, რომელიც შეიქმნა 2012 წელს და რომელიც იყო მეტნაკლებად კოალიციური იმ მხრივ, რომ ხალხმა კოალიცია კი არ აირჩია, მაგრამ რეალურად ყველა პარტიები მაშინ არსებული ოპოზიციაში, ყველა იყო გაერთიანებული ქართულ ოცნებაში. და დღევანდელი ქართული ოცნება აღარ არის 2012 წლის ქართული ოცნება. პრაქტიკულად არავინ დარჩენილა არც ინდივიდუალურად და არც პარტიულად იმ პარტიებიდან და იმ ადამიანებიდან, რომლებიც ქმნიდნენ თავის დროზე ქართულ ოცნებას. ნელ-ნელა ყველა წავიდა ქართული ოცნებიდან, ვიღაცები ჩამოიშორა ქართულმა ოცნებამ, ზოგი თვითონ წავიდა და დღეს არის სრულიად შევიწროებული წრე, რომელიც არანაირი კავშირი ამას აღარ აქვს იმ ქართულ ოცნებასთან, რომელიც მოვიდა 2012 წელს და იყო გაერთიანება ყველა იმ ადამიანების, რომელსაც აღარ უნდათ ნაციონალურ მოძრაობას რეჟიმის გაგრძელება, რომელიც ასევე მისული იყო თავის დასასრულამდე. დღეს რაც რჩება, არის მახინჯი ფორმა, ეს არის პარტიული ავტოკრატია, პარტიამ მართლაც შეჭამა ყველა დამოუკიდებელი ინსტიტუტები, აღარ არის არც ერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი ქვეყანაში და არც პარტია აღარ არსებობს რეალურად როგორც პარტია. არსებობს ადამიანები, რომლებიც არიან შეკრებილნი ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ და ასრულებენ მის ყოველივე ბრძანებას, იმიტომ რომ არიან მასზე დამოკიდებული რაღაცით, ან თანამდებობით, ან თანამდებობის იმედით, ან ფულით, უკვე იდეოლოგიური ბმა ნაკლებად შეიმჩნევა და დღეს უკვე არის ნიშნები, რომ შეიძლება ეს გადავიდეს რაღაცა ფორმის ოჯახურ ავტოკრატიაში, როცა გამოყავს ბიძინა ივანიშვილს თავისი შვილები წინაპლანზე, თავისი ოჯახი წინაპლანზე, რაც ჩანდა მაგალითად იგივე პატრიარქის დაკრძალვის დროს. ნიკა შონია გვეკითხება ევროკავშირის მინისტერიალთან დაკავშირებით, როცა ევროკავშირი და კონკრეტულად საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე კაია კალასი, ასე ნათლად უჭერენ ქართულ ხალხს მხარს.
და მთავრობას მოუწოდებენ, რომ ნუ მიიღებენ ევროკავშირის ღირებულებების საწინააღმდეგო კანონებს. ასევე დაიცვან ოპოზიციისა და ხალხის უფლებები. ხელისუფლების შემხვედრი ქმედებები კი არსად ჩანს. რამდენად არის შანსი, რომ საქართველოს დაკარგოს გაწევრიანების შესაძლებლობა? ჯერით მე ამას შანსს ნამდვილად არ დავარქმევდი. ეს არის საფრთხე, ძალიან დიდი საფრთხე და სამწუხაროდ ეს საფრთხე შეიძლება გვიახლოვდებოდეს. იმ ხრივ რომ ამ განცხადებაში, რაც გუშინ იყო ამ მინისტერიალის შემდგომ, იგრძნობა უკვე ერთგვარი გადაღლა ვიტყოდი იმითი თუ რა ისმის საქართველოდან ეს გაუთავებელი ანტიევროპული რიტორიკა, რომელიც არა მხოლოდ ანტიევროპული არის, უკვე უზრდელი აქცენტები გააჩინა პიროვნებების მიმართ, რაც სრულიად მიუღებელი არის და რომელიც მე მგონი არავის არ გაუგონია თვით ამ ევროკავშირის წრეში ამ ფორმით არც ერთ წევრს თუ კანდიდატს არ მიუწია თავისთვის უფლება რომ ასე დაახასიათოს და ესაუბროს ევროკავშირს. ასე რომ იქ იგრძნობა ეს რომ მოთმინების ფიალა გაიზარდა მადლობა სპილოსთვის და ალბათ უნდა დაველოდოთ კიდევ ივნისის თვეს, როცა შედგება უკვე ლიდერების საბჭო და იქ იქნება მიღებული გადაწყვეტილებები. როგორც ვნახეთ, მანამდე შედგა ამ ვაიმარის წარმომადგენლების ჩამოსვლა თბილისში და შეხვედრა, რომელიც მოიცავდა საკმაოდ მკაფიო გაფრთხილებებს ამ ხელისუფლების მიმართ, თუ რა უნდა გააკეთონ, თუ კიდევ არის რამე ინტერესი, რომ გამოასწორონ მდგომარეობა. მარტივი არის მათთვის, რაც არის გასაკეთებელი, ძალიან ნათელი ნიშნები მიეცათ მათ და უფრო ვრცლად ივნისისთვის მომზადდება პოზიციები და დასკვნებში, ევროპული საბჭოს დასკვნებში იქნება საქართველოს საკითხი განხილული. ამიტომ უნდა დაველოდოთ იმას და არა შანსს, არამედ იმედოვნოთ, რომ რამენაერად მაინც რაღაც წილად ეს რეჟიმი მოისმენს და გაყვება იმას, რაც არის ბოლო გზა, რისთვისაც შეიძლება საქართველოს შეინარჩუნოს ეს კანდიდატის სტატუსი, რომელიც მაინც მერე დაგვიბრუნდება, როცა დრო მოვა. მაგრამ ძალიან რთული არის, როცა შენ ხედავ შენ წინ როგორ აფუჭებენ ამ ჩვენ დღევანდელ მომავალს და უფრო შორს გადააქვთ ის, რაც შეიძლება იყოს დღევანდელი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან სერიოზული პროგრესის მომტანი. თენგო შალიბაშვილი მეკითხება, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შემდეგ კიდევ გაგვაწევრიანებენ ევროკავშირში? ევროკავშირი ჯერთი გაწევრიანება ჯერ არ არის, ჯერ არის შენარჩუნება ამ კანდიდატის სტატუსის, ეს არის დღის წესრიგში. და ამისთვის ყველაფერი შედის მათ გათვლებში, ერთის მხრივ ოპოზიციას როგორ ექცევა, ხალხს როგორ ექცევა, საზოგადოებას როგორ ექცევა, ადამიანის უფლებები როგორ არის დაცული, თუნდაც გუშინდელი და გუშინწინდელი ამ ბავშვების მიმართ როგორ ექცევა ხელისუფლება, ყველაფერი და ნარატივი და რეტორიკა ანტიევროპული და ეს კანონები, რომელიც გაუთავებლად მიღებული არის და ნებისმიერი და ყოველივე ახალი კანონი კიდევ ერთხელ არის ნიშანი იმისი, რომ საქართველოს შორდება ევროკავშირს და იღებს მოდელს რუსეთისგან. ეს არის ყველაფერი და მთლიანობაში, რაც იქნება მსჯელობის საკითხი ამ მომავალ შეხვედრებზე. როდესაც ხელისუფლება ბრიტანულ მართლმსაჯულებას მსხვერპლის მიმართ მტრულს უწოდებს, პარალელურად კი საქართველოში სასამართლო სისტემის კლანურ მმართველობასა და მურუსიწის რეაბილიტაციაზე საუბრობთ, რა მორალური უფლება აქვს ქართულ ოცნებას დაიწყოს ევროპული სამართალი, ხომ არ არის ეს მცდელობა, რომ ქართველები დაარწმუნონ თითქოს
დასავლეთშიც ყველაფერი ცუდადაა, რათა გაამართლონ ადგილობრივი ავტორიტარიზმი. გამართლება ავტორიტარიზმის არ არსებობს, არსებობს პროპაგანდა, რომელიც ცდილობს, რომ სხვა გააშავოს და ამითი თვითონ გამოჩნდეს რაღაც როგორც ნათელი წერტილი, მშვიდობის ადგილი. ეს პროპაგანდა ვიცით, გრძელდება, ამისი მორალური უფლება ნამდვილად არ გააჩნია ამ რეჟიმს, არანაირი მორალური უფლება არაფრისი არ გააჩნია, როცა თვითონ არამხოლოდ დააბრუნა, დატოვა და გააძლიერა მურუსიძე და სხვები და ეს კლანი და ამითი დაგვაკარგინა სასამართლო და სამართალი, აქედან გამომდინარე უკვე არანაირი მორალური უფლება არაფრის არ გააჩნია და ის მორალური უფლება ნამდვილად არ აქვს, რომ ვიღაცებს ეძახოს ხან ნაციონალები და ხან ნაციონალებთან შეერთებული, როცა თვითონ თავიანთ ხელისუფლებაში შემოიყვანეს, დატოვეს და გააძლიერეს ძალიან ბევრი ყოფილი ნაციონალური მოძრაობის მომხრეები და თანამდებობის პირები და მაგალითად მურუსიძე და ჭინჭალაძე. გიორგი გვეკითხება 4 მაისს ურსულა და კოშტა ერევანში ჩადიან. რას ფიქრობთ ამაზე? მე ვფიქრობ, რომ კიდევ კარგი რომ ერევანში ჩადიან, რადგანაც აქ არავინ არ ჩამოდის, რადგანაც ეს ქვეყანა არის იზოლაციაში, ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის, რომ კავკასია არ იყოს ბოლომდე მივიწყებული და მიტოვებული. და სანამ ინტერესი იქნება სომხეთზე და სომხეთ-აზერბაიჯანზე, როგორც ამ რეგიონის მნიშვნელოვანი ნაწილი და მათი და ევროპის კავშირი იქნება ევროპელებისთვის და დასავლეთისთვის ზოგადად მნიშვნელოვანი, როგორც ასევე შავი ზღვა, ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ ჩვენი სამომავლო შანსები შენარჩუნებული არის და ჩვენ გზა დასაბრუნებლად კიდევ გვექნება. ამიტომ იმის მაგივრად რომ ეს ამას შევხედოთ როგორც რაღაცა კონკურენცია, უნდა ვიყოთ ძალიან კმაყოფილი იმითი, რომ კავკასიის ნაწილი მაინც რჩება მჭიდრო კონტაქტში ევროპასთან და დასავლეთთან. კიდევ გიორგი გვიწერს, პრეზიდენტო, ამდენი საქმეა და ამის დრო გაქვთ, არ არის ახალი დავალება გარედან TikTok-ის ლაივისთვის გცალიათო? ცალია, ძალიან მომწონს და ძალიან საჭირო არის და რაც ეხება გარედან დავალებებს, მიხედეთ ოცნებას და რეჟიმს, რომელიც ღებულობს არამხოლოდ პირდაპირ დავალებებს მოსკოვიდან, არამედ მზა კანონებს, რომელსაც იღებენ ჩქარ-ჩქარად. ნიანოდია მოსაზრებას აფიქსირებს და შემდეგ კითხვა აქვს, თქვენ თქვით, მე მჯერა არჩევნების, ამ ფრაზამ ძალიან დიდი გუნდოვანება შექმნა. რისი თქმა გინდოდა და სანამ იქნებიან პოლიტპატიმრები, სანამ ერთი პოლიტპატიმარი მაინც იარსებებს ამ ქვეყანაში, არანაირი არჩევნები და არც თქვენ უნდა გჯეროდეთ ამას. მე რისი უნდა მჯეროდეს და არ მჯეროდეს, მე თვითონ ალბათ ვწყვეტ ამას და მე მიმაჩნია, რომ ზოგადად იმისთვის, რომ რეჟიმი შეიცვალოს, ეს გზა, რომელიც არის არჩევნების გზა და მოშორების რეჟიმის, არის სწორი გზა, არის სამართლიანი გზა და არის მშვიდობიანი გზა, სტაბილური გზა. ყველა სხვა გზა, რომელიც შეიძლება არსებობდეს და შეიძლება მოხდეს, არის ის, რაც შეიძლება იყოს რეალურად არასტაბილურობის და ბევრი საფრთხების მომცრელი გზა. ამას არავინ არ აირჩევს, რაც იქნება მომავალი, ამასაც ვნახავთ, მაგრამ მე მგონი, რომ უნგრეთმა მოგცა ერთი ძალიან კარგი და იმედიცავსე მაგალითი, რომ რაც არ უნდა ძალიან რთული პირობები იყოს, რაც არ უნდა კონტროლირებადი იყოს სასამართლო, მედია და ყველა ბერკეტები იყოს ერთ ხელში, რაც იყო რეალურად უნგრეთის მდგომარეობა არჩევნებამდე. თუ საზოგადოება გაერთიანებული არის, თუ ყველა ერთ მიზნისკენ მოქმედებს ერთ მუჭად და არის მზად ამ არჩევნებისთვის, ბრძოლისთვის, ეს არ არის რაღაცა მშვიდობიანი არჩევნები და
როგორც იქნება, ისე იქნება, უნდა შეხვიდე ამ ბრძოლაში და გჯეროდეს ამ ბრძოლის, მაშინ არსებობს იმედი და არსებობს გამარჯვება. ეს მაგალითი მოგცა უნგრეთმა. ამიტომ არ შეიძლება რომ ჩვენ უარი ვთქვათ ამაზე, არ შეიძლება რომ ჩვენ დავკარგოთ ყველა იმედი და არ შეიძლება რომ ჩვენ ამათ შევუწყოთ ხელი იმითი რომ ჩვენ უიმედოდ ვართ, პასიურად ვართ და ამიტომ რაც უნდათ ის გააკეთონ, როგორც უნდათ ისე გააკეთონ. არა, ეს საზოგადოება არის ერთიანი პროტესტში, იქნება ერთიანი თუ იქნება არჩევნები და იქნება ერთიანი ხვალ, როცა ჩვენ უნდა დავიბრუნოთ სახელმწიფო, საქართველო და დამოუკიდებლობა. ნოდარ ქაშიბაძე აგრძელებს არჩევნების თემას და გეკითხებათ, რატომ არ უხდით ბოდიშს, ლელოს და გახარიას? ეს მაინც გააკეთეთ, მოუხადეთ ბოდიში. ვის უნდა მოუხადო ბოდიში, თორე სიამოვნებით, რას ნიშნავს ბოდიში? ამ შემთხვევაში, ამ ადგილობრივ არჩევნებზე ჩემი პოზიცია იყო ძალიან მარტივი, რომ თუ ამ ადგილობრივ არჩევნებზე იქნებოდა ერთიანობა ყველა პარტიების, რომ ერთიანად შესულიყვნენ ბრძოლით, ასევე ამ არჩევნებზე მეც მათთან ერთად შევიდოდი ამ ბრძოლაში. მაგრამ არა ისე, როგორც ჩატარდა, არ შეიქმნა არანაირი ერთად მსჯელობა და რამოდენიმე პარტიამ გადაწყვიტეს, რომ არა მხოლოდ სხვების მიუხედავად, მაგრამ საზოგადოების მოთხოვნის საწინააღმდეგოდ შესულიყვნენ არჩევნებში, თუნდაც მათი მომხრეების საწინააღმდეგოდ. და აქედან არის ის შედეგი, ეს იყო მათი არჩევანი, მე არც მათ არ ვთხოვ ბოდიშს და მე მგონი რომ მე დიდად ამაში მოსახდელი ბოდიში არ მაქვს, მაგრამ ბოდიში ყველას გვაქვს მოსახდელი, იმიტომ რომ ჩვენ საქართველოს და საზოგადოების წინაშე ვართ ყველანი პასუხისგებელი, როცა ჩვენ ვუშვებთ ხელიდან რამე შანსს და ბევრი გავუშვით ამ ბოლო პერიოდში. გურამ ბერიძე, ჰაერივით ჭირდება ახალი მთავრობა. ახალი მთავრობა სათითაოდ უნდა იყოს შერჩეული, რჩეულთა შორის რჩეული, ნიჭიერი და განათლებული, ლოგიკურად და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე საქართველოს ერთგული შვილები. აი ეს არის ის, რაც ჰაერივით ჭირდება საქართველოს, მაგრამ ვინ უნდა შეარჩიოს ასეთი ახალი სამთავრობო გუნდი? ახალი სამთავრობო გუნდი ვინ არ უნდა არსებობდეს კითხვა. არავინ არ იქნება ვინც შეარჩევს ამ ფორმით. ჯერ უნდა იყოს სწორედ არჩევნები, არჩევნებმა უნდა გვაჩვენოს ეს ხალხის ერთიანობა და ჩემის აზრით ყოველ შემთხვევაში უნდა არსებობდეს გარდამავალი მთავრობა, რომელიც იქმნება ასევე წარმომადგენელი ამ გაერთიანებული საზოგადოების და არა რომელიმე ერთი ან მეორე პარტიის, მაგრამ საზოგადოების წარმომადგენელი და რომელიც აიღებს თავის თავზე მოკლე დროით გარდამავალ პერიოდისთვის ამ ქვეყნის სტაბილურობას, ამ ქვეყნის მშვიდობას და მომზადებას შემდეგ სამართლიანი არჩევნების. იმიტომ პირველი არჩევნები ნამდვილად იქნება საბრძოლო არჩევნები, რომელიც ვერ მოიტანს სტაბილურად შემდეგ 4 თუ 5 წელს. ხელისუფლების წარმომადგენლები სულ უფრო ხშირად ჩნდებიან რეგიონულ სამიტზე აღმოსავლეთში, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, მაშინ როცა დასავლეთში მათთან კომუნიკაცია მინიმუმამდეა დაყვანილი. ეს მიხდება. რას ნიშნავს ევროპული პლატფორმების ჩანაცვლება ალტერნატიული რეგიონული ფორმატებით? ვერ გავიგე. ხელისუფლების წარმომადგენლები აღმოსავლეთში მიდიან. იქ გასაგები არის, ახლა უნგრეთი დაიხურა, რომელიც იყო ის უკანასკნელი პრაქტიკულად ქვეყანა, სადაც შეეძლოთ 10-ჯერ წელიწადში ჩასვლა და ვიზიტებით და იმათი დაპატიჟება და რჩება ჩვენი აღმოსავლეთი, იმიტომ რომ ბუნებრივად არსებობს შუა აზიის ქვეყნებში ინტერესი საქართველოს მიმართ, მაგრამ ისიც არ დავივიწყოთ, რომ ინტერესი საქართველოს მიმართ იქა არის იმდენად ინტერესი, რომ ჩვენ ვართ გზა ევროპისკენ და დასავლეთისკენ.
ამიტომ ზრდილობა აღმოსავლეთის ყოველთვის არსებობს, მიიღებენ, მზად არიან რომ გიმასპინძლონ, მაგრამ მათი რეალური ინტერესი იმდენად არის, რამდენადაც საქართველო იქნება ის ხიდი, ის დამაკავშირებელი ევროკავშირთან და დასავლეთთან. როგორც კი დაინახავენ, რომ ეს რეალურად არ არის და ჩვენ ხვდებით ნელ-ნელა არათუ დამაკავშირებელი, არამედ უფრო ხიდი მოსკოვისკენ, ეს ბევრად ნაკლებად მიმზიდველი იქნება იმ ქვეყნებისთვის, რომელიც დღეს კიდევ ერთხელ ვამბობ, ზრდილობიანად მასპინძლობენ ამ რეჟიმის წარმომადგენლებს. კიდევ ერთი აქტიური თემა არის მწვავე დიუშენის დაავადების მქონე ბავშვები. ნინო სულაძე გვეკითხება, რატომ არ ეხმარება ხელისუფლება ამ ბავშვებს, ის ხელისუფლება, რომელიც არ ეხმარება ასეთ ბავშვებს, საერთოდ ერთი დღეც არ არის გასაჩერებელი იმ ადგილზე, სადაც არიან. მხოლოდ ამ ბავშვებზე ითვლიან ფულებს და ვითომ დანაზოგს აკეთებენ. ქვეყანა კი ელიტურ კორუფციაშია ჩაფლული. რატომ ხდება ასე? რატომ მეც შემიძლია დავსვა ეს კითხვა, იმიტომ ამ კითხვაზე ნამდვილად პასუხი არ გამაჩნია. როგორ შეიძლება რომ ერთის მხრივ საუბრობდე იმაზე, რომ ეკონომიკა დუხს, გადადუხს და არის ძალიან კარგ პირობებში, როგორ შეიძლება რომ იმას გვაჩვენებდნენ ყოველდღიურად თუ რა მასშტაბის კორუფცია არის ქვეყანაში და როგორ მდიდრდებიან მილიონებით თანამდებობის პირები და ამავე დროს არანაირი ემპათია არ გამოიჩინო ამ ოჯახების და ბავშვების მიმართ და ვერ მონახო თუნდაც ტაქტიკურად, პოლიტიკურად იმის საშუალება, რომ მათ დაეხმარო და ეს უკმაყოფილობის ბუდე მაინც გამოასწორო. ისე ჩანს, რომ არანაირად არ ადარდებთ არც ერთი სეგმენტის მოსახლეობის წუხილი უკმაყოფილობა, რომელიც იზრდება დღითი დღე და მათ აინტერესებთ მხოლოდ რეპრესიით და ძალოვან სტრუქტურებით და ძალოვან ბერკეტებით, თუ ჯარიმებით, თუ ციხით შეაჩერონ პროტესტი და შეინარჩუნონ თვითონ ძალაუფლება. ეს არის ძალიან მოკლე მჭრეტელი სიტუაცია, სადაც ვერაფერს ვერ გადაწყვეტენ, მაგრამ მაჩვენებელი არის იმისი, რომ ხედვა გრძელვადიანი ამ რეჟიმს არ გააჩნია და არც მოსმენა არ შეუძლია თავის საზოგადოების მოთხოვნების და წუხილის. ედიშე ჯიშკარიანი მშობლებს მიმართავს ამ დაავადებული ბავშვების მშობლებს თქვენი გვერდიდან. დაავადებულ ბავშვებს ნამდვილად სჭირდებათ გვერდში დგომა, მაგრამ ამ აქციებით ქვეყნის მტრები ითბობენ ხელს და სარგებლობენ. ჩამოიშორეთ ეს ოპოზიცია და უფრო მეტი ხალხი დაგიდგებათ გვერდში მშობლებო. არ ვიცი, მე ვიყავი ამ მარშზე და დიდად ვერ შეამჩნევი, რომ ეს იყოს ოპოზიციური ფიგურების მარში. ვიღაცები ალბათ იყვნენ, მაგრამ ყველა იყო იქ მოსული ინდივიდუალურად, იქ პოლიტიკური ლოზუნგები არ იყო, არავინ არ ეცადა რომ მას ჩათვლოდა ეს მარში პოლიტიკურად, იყო მართლაც ოჯახების მარში, რომელსაც ადამიანები ინდივიდუალურად შეუერთდნენ და მე ვისურვებდი პირიქით, რომ კიდევ მეტი ხალხი ყოფილიყო, იმიტომ რომ არ შეიძლება რომ გაარჩიო ასეთ საკითხი, როცა ჩნდება, რომ ეწავალ თუ ის სხვა ვიღაცა არ იქნება თუ იქნება, რა მნიშვნელობა აქვს. თუ ეს საკითხი გაღელვებს, თუ შენ ხარ მართლაც უზიარებ ამ მშობლებს ამ სიტუაციას, მაშინ უნდა იდგე მათ გვერდში. ვინც არ უნდა სხვა უნდა იდგეს, ეს რაღაცა ცენზურა მე მაინც არ მესმის. TikTok-ზე გვიწერენ თქვენი თვალსფერი მოსწონთ ძალიან. მადლობა. და მე მომწონს ის სხვადასხვა ქუდები, რასაც מחურავენ. სანამ პარლამენტის თავმჯდომარე 11 საათზე ოპოზიციური პარტიების აღზრდის ახალ სარჩელზე საუბრობდა. მშობლები დიუშენის დისტროფიით დაავადებული შვილებისთვის სასიცოცხლო მედიკამენტებს ითხოვდნენ. როგორ ფიქრობთ, რამდენად ადეკვატურია ხელისუფლების გზის წესრიგი, როდესაც სამართლებრივი ენერგია პოლიტიკური ოპონენტების წაშლისკენ არის მიმართული და არა იმ კრიზისების მოგვარებისკენ, რომელიც მოქალაქეების
სიცოცხლეს პირდაპირ ეხება. უფრო არაადეკვატური კიდე იყო ის ჯანდაცვის მინისტრი, რომელსაც გამოაცხადა, რომ არა მშობლებს უთხრა პირდაპირ, რომ არა არ დაგეხმარებითო და არანაირი ემპათია არ გამოიჩინა, ისიც არ სცადა, რომ ეთქვა, რომ რაღაცნაირად ვეძებთ, მოვძებნით გზებს, არაფერი პირდაპირ უარი. რაც ეხება პაპუაშვილს და რაღაც კიდევ ერთი პარტია ავგზავნოთ თუ კიდევ მეორე და კიდევ ვიღაცა დავიჭიროთ და კიდევ სადღაც შევზღუდოთ ადამიანის უფლებები და რაღაცა უკვე აღარ იცის სად უნდა გაჩერდეს. არის რაღაცა დამმავალ გზაზე რგორავს იმ უსკულისკენ და მე მგონი ვერაფერი ვერ შეაჩერებს და არ ვიცი თავის თავში როგორ მას ხარშავს და რას ხედავს, მაგრამ გარედან დანახული სრულიად აბსურდული გამოსვლები აქვს ამ ბოლო პერიოდში და სკოლის ფორმებზე რას ფიქრობთ აინტერესებს ჩვენს TikTok მაყურებელს? მე სკოლის ფორმების არც მომხრე ვარ და არც მოწინააღმდეგე, ზოგადად ვამბობ მსოფლიოში. მაგრამ მე ძალიან მიკვირს, როცა ვიღაცას დრო აქვს იმისთვის, რომ ამ საკითხზე იმსჯელოს, იმ დროს, როცა როგორც ვიცი, ბევრი სკოლას კიდევ თავისი შენობა არ აქვს, ბავშვები არიან ხან დილით, ხან ნაშვა დღეს, ხან გვიანამდე სკოლაში, იმიტომ რომ ინაწილებენ იმ შენობებს, რომელიც არასაკმარისი არის ქალაქში, არასაკმარისი სოფელში, ანუ ძალიან არსებითი პრობლემები არსებობს სკოლაში, ბევრად უფრო არსებითი, ვიდრე ფორმას ატარებენ ბავშვები თუ არ ატარებენ. და თუ ფორმაზე გინდათ მაინდა-მაინც ჩემი მოსაზრება, ძალიან მეცინება, არ ვიცი, რომელი იქნება ბოლოს არჩეული, მაგრამ ძალიან რო იჩემებენ, რომ რაღაცა მოინგლისურო სტილში იყოს ეს ფორმები, იმ დროს, როცა მივდივართ პირდაპირ პოსტსაბჭოთა თუ პრესაბჭოთა კავშირისკენ, ამ დროს მაინც ცნობური ელემენტი შემოდის და გვინდა, რომ ფორმას ჰქონდეს რაღაცა პატარა ინგლისური თუ ბრიტანული აქცენტი. სარჩელში ფედერალისტების დამატება მიანიშნებს, რომ ხელისუფლება ნებისმიერ ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას საფრთხედ აღიქვამს, მსგავსი რეპრესიული ნაბიჯები უფრო მეტად აშინებს საზოგადოებას თუ პირიქით? მე მგონი, რომ არაფერი აღარ აშინებს საზოგადოებას, იმიტომ ძალიან ბევრი აქვს უკვე გადატანილი, მოთმენილი და ნანახი. საზოგადოება ერთადერთი ის შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოება დღეს არის უფრო ფრთხილი, იმიტომ რომ ელოდება, როდის იქნება სხვა მდგომარეობა და როდის იქნება მისთვის, რომ უღირდეს რაღაცა რისკზე წასვლა. ამიტომ ეს შიში არ არის, ეს არის უფრო გონივრული სიფრთხილე. იმითი, რომ კიდევ ერთ პარტიას აგრძალავს ხელისუფლება, ეს არაფერს არ ცვლის, იმიტომ რომ ნათელი არის უკვე, რომ პრაქტიკულად ყველა პოლიტიკურ პარტიას აღიქვამს როგორც მტრული და მტერი და ასევე ყველა პიროვნებას აღიქვამს როგორც მტრულ პიროვნებას, ვინც პროტესტში არის და ვინც არ ნებდება. ეს არის პირდაპირ დამახასიათებელი ამ ტიპის ტოტალიტარული რეჟიმების, რომ ვინც მას უპირისპირდება, თუნდაც ეს იყოს სრულიად მშვიდობიანად და თუნდაც დუმილით, ის არის მტერი. და ამას ვართ უკვე კარგად შეგუებული, შეგნებულად ვიცით რა ხდება და ამას ვუძლებთ, ამას უძლებენ თუნდაც პარტიები, უძლებენ ის ადამიანები, რომლებიც დგანან ქუჩაში ყველაფრის მიუხედავად და უძლებენ სინდისის პატიმრები, რომლებიც არ წავიდნენ არც ერთ კომპრომისზე და იმათ გან უნდა მოდიოდეს ხელისუფლების შიში, იქ არის, რომ ეს ადამიანები მაგრად არიან და ვერაფერმა ვერ გატეხა ეს ადამიანები, არ მოითხოვეს რაღაცა შეწყალება და მე ვესწრებოდი ერთ-ერთ ბოლო პროცესს და ძალიან ნიშანდობლივი იყო, რომ მათ გამოთქმულ სიტყვებში იყო ორი ძალიან მნიშვნელოვანი დასკვნა, ბოლო სიტყვა, რომ არაფერს არ გთხოვთო მოსამართლეს. ანუ ჩემგან თხოვნა თქვენსადმი არ იქნება. თქვენ თუ რაღაც გადაწყვეტილებას მიიღებთ ძალიან
კარგი, მაგრამ ეს არ არის ჩემი თხოვნა. მე აქ ვარ და ბოლომდე ვარ. ეს არის ძალიან ძლიერი ნიშანი, ძალიან ძლიერი ადამიანებისა და ამისი ნამდვილად რეჟიმს უნდა ეშინოდეს. გთხოვენ რომ წაგიკითხოთ. იცით რომ ხალხის გულების პრეზიდენტი ხართ? ხალხის გულების მადლობა დიდი. კიდევ ერთი კითხვა. ქობულეთში იხსნება ფრანგული სკოლა და თქვენი მიწვევა უნდათ გახსნაზე. რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით? არაფერი ფრანგულ სკოლის გახსნაზე, ალბათ ჯობია რომ საფრანგეთის ელჩი დაპატიჟონ ან ვინმე ამდაგვარი, მაგრამ ქობულეთში ჩასვლა რატომაც არა და იმ ბავშვებთან შეხვედრა რატომაც არა.